მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგეცნობთ. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 მილიარდ 506 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით შესაბამისი ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილობაში შედის, რომლის თანახმადაც დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 მილიონ 420,010 ლარი ემატება. დედაქალაქის მერის თქმით გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში, სულხან საბასა და ინგო როყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობების განახლება. ჩვენ გვინდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის. ახლა არის დიდი ალიანსების შექმნის დრო და საქართველო უნდა იყოს ძლიერ პარტნიორებთან ერთად. ამათში უძლიერესი არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები. ამის შესახებ თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კონგრესის თანამშრომლები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კარგად არიან ინფორმირებულები. როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე მეგობარი აქტიც იყო ნახსენები. შეხვედრაზე მივიდა ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე. მანამდე შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო თავმჯდომარის რანგში წარმართავს ორგანიზაციის მუშაობას და მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ მის ეფექტიან ფუნქციონირებას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ლაზარს კამენსკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას. როდესაც ჩინეთთან გაბაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთი გვაკრიტიკებდა, შეგახსენებთ ერთმანეთის მიყოლებით სი ძინპინს ესტურნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიანი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღმავოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი წერს, რითაც ჩინეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების ვიზიტს ეხმაურება. მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა. როდესაც ჩვენ ფაქტობრივად ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა. აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველა საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს, წერს მაჭავარიანი. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. ცაჰკნამ ევროსკოპის შეკითხვას უპასუხა ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ. ის, რაც ქართულ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა ზღუდვებსა და აკრძალვებს, აღნიშნა ცაჰკნამ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით. ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტია ისე არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს. ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც დელეგაციის წევრები ამერიკაში ჩავლენ, ის კონგრესმენები, რომლებიც საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობენ, ამ ყველაფერს მხედველობაში მიიღებენ და საქართველოს მიმართებაში შესაბამისი ნაბიჯები გადაითქმება. რა თქმა უნდა, მეგობარ აქტთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რასაც აკეთებს ეს რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში. აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღემდე არ ყავს დანიშნული ოფიციალურად ელჩი საქართველოში. ასეთ დაბალ დონეზეა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის მხრიდან ქართული ხალხისადმი მხარდაჭერა არის დაბალი, განაცხადა ბარამიძემ.
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულურდავა 3 წლის ვადით კომისიის თავმჯდომარე დაირჩიეს. თავად კომისიის ინფორმაციით კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულურდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გოგა გულურდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. კომუნიკაციების კომისიამდე იგი 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია ტელეიმედში ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი საქართველოს სახელმწიფო სისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი. შემდგომ კი ამავე უწყებაში შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გულურდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულურდავა საქართველოს პარლამენტმა კომკომის წევრად 77 ხმით ერთხმად დაამტკიცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლა, სავარაუდოდ ამას საფუძვლად უდევს შენობების გასხვისების ინტერესი. ამის შესახებ განათლების საკითხების მკვლევარმა ლელა ჩახაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორივე უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ტრადიციის მქონე და მათი ასე პირდაპირ გაერთიანება წარმოუდგენელია. საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლა აუცილებლად უნდა გავიგოთ, ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული. ასე გამოცხადება, რომ ორი ამხელა საუკუნის ტრადიციის მქონე უნივერსიტეტი გაერთიანება წარმოუდგენელია. ვნახავთ, როდესაც სტუდენტების კვოტები გამოცხადდება და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა, აღნიშნა ლელა ჩახაიამ. შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო, საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა თუ როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე იყო საუბარი ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ხდომის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს. ცნობისთვის, შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. მან ევროსკოპის შეკითხვას უპასუხა ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ. ქვეყანა ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო და უფრო შორდება. ერთადერთი რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას, ასე რომ გთხოვთ გამაგრდით. აღნიშნა კოსმა. ველი რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვაწესებთ და ასევე ველი რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ, განაცხადა კალასმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან. ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან. დაზვერვა ამის შესახებ ინფორმაციას გვაწუდის. ამერიკამ, ევროპამ და ყველა ჩვენმა პარტნიორმა უნდა გაიგონ თუ როგორ ახდენს ეს მოლაპარაკებების დისკრედიტაციას. ყველა რუსული დარტყმა, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს თუ როგორ უზრუნველყოს, რომ რუსები ემზადებოდნენ არა ახალი მასიური თავდასხმისთვის, არამედ ომის დასრულებისთვის. ზელენსკის მტკიცებით, მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს. კირ სტარმერი პეკინში სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს განუცხადა, რომ პეკინში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უფრო თანამედროვე ურთიერთობა ავაშენოთ, განაცხადა კირ სტარმერმა. სი ძინპინმა კირ სტარმერთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კავშირები უნდა გაძლიერდეს. შეგახსენებთ, კირ სტარმერი ჩინეთში გუშინ ჩავიდა. ეს ჩინეთში 2018 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.